ფილმი გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით. კონდორის საქმე. ძალიან აგვიანებს. სად არის აქამდე? დაწნარდი ალბათ გზაშია. დროზე თუ არ მოვიდა, შეიძლება მერე გვიანი იყოს. ისმენთ? რა? როდის? ასაგებია. შეგვიძლია ავიყვანოთ. გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა. რა? ამ წუთებში ლალე მაღლაკელიძე კლინიკაში გადაღავთ გოლის შეტევით. რა? რა მოხდა კეთო? ოთახში შევედი და იატაკზე ეგდო. აღარ სუნთქავდა. მე ისე დავიბეი სასწრაფოს გამოძახება ძლივს მოვიფიქრე. კარგი, დამშვიდი. ძალიან მეშინია. ნუ გაშინია. თავარია კლინიკაშია. ეხლა ექიმები მიხედავენ. როგორ არის? არ ვიცი, შიგნით არ მიშვებენ. კლინიკის ხელმძღვანელობა გავაფრთხილებ. ბლოკთან თელეღამე პატრული მორიგებს. პატრული? რა ხდება? ამას იმედია დედაშენი გვეტყვის. მდგომარეობიდან რო გამოვა. აი აქ გაიჩერე გიორგი. ესე იგი აქ ცხოვრობ. ცოტა იქით, მაგრამ ფეხით გაველია რა უშავს. აღარ გაწვალებ შენ. გამია საშიშია, ფეხით რა უნდა იარო. სახლამდე მიგიყვან, ეხა საით. კარგი, პირდაპირ. აი აქ გააჩერე. ამ კუთხეში. მოვედით? ხო თითქმის. თითქმის არ ითვლება, იცოდე სანამ სახლამდე არ მიგიყვან, მანქანას არ გავაჩერებ. ხო და მოვედით, გააჩერე. ისევ მათქვა. არა. აბა, აქ სახლი არ საჭირს, საცხოვრებ. აი, შოქი რომ გამოდის, ხო ხედავ? აი მან ცხოვრობ. მაშინ მოვატრიალოთ. შენ რა მაშაყირებ? რატომ? აქ საცხოვრობ, ეს ხო რაღაც დაწესებულებაა. ხო, რაც მე და ჩემი ოჯახი. სოხუმიდან ჩამოვედით, ამ შენობაში ვცხოვრობთ. მოიცა. ანუ კარგი გიორგი, დიდი მადლობა. დანახვამდის. ესო. სახლამდე მიგაცილებ, მოიცადე. არა, მადლობა, პატარა გოგო აღარ არის.
დილა მშვიდობის. მოქალაქე თქვენ თუ შეიძლება ჩააურძანოთ მაგა. მე დიახ თქვენ. ძალიან დიდი ბოდიში სულ. შეგიძლიათ მივიდნენ. რაშია საქმე მოხდა რამე? არაფერი, რა უნდა მომხდარიყო. აბა ის რას ნიშნავდა? არაფერს უბრალოდ სამსახურში მე თვითონ წაგიყვანა. კარგი გიორგი, ახლა წამოყვები. შემდეგში აღარ შეწუხდეთ, კარგი? მოდი ახლა წავიდეთ და შემდეგზე მე ვილაპარაკო. არა, ახლა ვიშევთანხმდეთ. კარგი ხო, ნებდები. სამას გამოწვეს. გამარჯოს. მოხვედრე თუ მიდიხარ რა. მივდივარ. ეს ორი დღეა სახში ვერ ყოფილ ვარ. ეს თუ გაუგრძელე საკუთარი სახლის მისამართი დამოვიწყდება. წავალ დავხედავ და მალე დაბრუნდი. ხო, აბა შენ თავი არ მოგონათო. გამარჯობა. აბა რა ხდება კლინიკაში როგორ არის? უკეთესადაა. სტენოკარდიული შეტევა ქონდა. სერიოზული არაფერია, მაგრამ მაინც რეანიმაციაში ყოფთ. დაკითხოს როდი შევძლებთ? 2-3 დღეში პალატაში გადაიყვანენ და დალაპარაკების უფლებასაც მოგცემენ. კარგი, დროებით შევეშვათ მაგას. სანამ ლალის დაკითხვის საშუალება მოგვეცემა, რისი გაკეთება შეგვიძლია? ბევრი არაფერს. შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავკითხოთ სასტუმროს პერსონალი. კიდევ ერთხელ დავათვალიეროთ ლალის ნომერი. მეგონი მთავარია რამენაირად გავიგოთ ქეთამ რატომ დაგვიმალა ეს ამბავი. ლალი და პიტერი წავკიში რომ იყვნენ. მაგას ბევრი ფიქრი არ ჭირდება. ეტყობა დედამისმა უთხრა, ასე თქვიო და ასე თქვა. ხო. დედის გავლენა აშკარად ეთყობა. ამასობურა. დახტები. სახამნახე სახში მივდივარ. ბევრს მუშაობს. შორს წავა. წავკისის საგარაკი უნდა გავჩხიკოთ. რატომ? აი ამას დააკვირდი. ბუხრის საწმენდ იარაღებს უგულისხმობ? ზუსტად მაგას. დავაგვირდი მე. მე ის რომ მაგარაკზე როცა ვიყავი, ეგ კომპლექტი იქ აღარ იყო. მოიცადე, ესე იგი შენ ფიქრობ, რომ სამხილი მოიშორა. ეჭვიც არ მეპარება. შენ ზუსტად გახსოვს, რომ აღარ იყო. ზუსტად. კარგი. გათიშვილი აქვს ქეთას ტელეფონი. კიდევ ვცადე. უკვე რამდენჯერ მოვცადე. ალბათ დედამისთან დარჩა ღამე საავადმყოფოში და დაუჯდა. მაშინ დაუკავშირდი პატრულის მორიგე თანამშრომელს და თოვარომ დაგალაპარაკოს. ყველათ რეგა. ქეთას საავადმყოფოში არ არის. შენ რა იცი? იქ რომ ვიყავი არ მინახავს. იქნებ გავიდა სადმე. ექი მომითხრა დღეს თვალი არ მომიკრავს, ხომ არის სად არის საქმე მაქვს. მერე? ეცადე მომეძებნა, მაგრამ დღესაც ვერ ვნახე. ესე იგი საავადმყოფოში არ არის. ფაქტია რომ მარც აგარაკზე ამოსულა. მაშინ კარგი არ დახვდებოდა. ტელეფონიც გათიშვილი აქვს? ხომ არ გვემალება, ჰა? რაღაც უცნაური გოგო ჩანს. დედამისის ხელში ეგ გასაკვირი არ არის. დაველოდო ცოტა ხანს. იმედია გამოჩნდება. სამხელა სახლია. არის რა, დიდი არაფერი. იპოვნენ რა? ხო. ეს რა არის?
ფერადი მინა. რაღაცის ნამსხვრევი უნდა იყოს. მაინც რისი? შეიძლება ჭურჭლის, შეიძლება სათვალის. ჯერ დაზუსტებით თქმა არ შემიძლია. რამე საინტერესო იპოვნეთ? ო, რაღაც ნამსხვრევია, მაგრამ ჯერ არ ვიცით რისი. წვენი თუ გინდათ სამზარეულოში. მოიცა. რაიგო. თუ გინდა სამზარეულოში ამეთქი, რა შევ. მათხოვ ერთს. შეხო არ გაგიჟდი, რეებს აკეთე. ეს ჭიქის ნამსხვრევია. ო, ზუსტად ესეთი ჭიქის. ძალიან მძიმე ჰაერია. ეტყობა ამ სარდაფის კარს იშვიათად აღევი. ოქ. დიდი ხანი არავინ ჩამოსულა. კესარია. კესო. ხომ არის ეს ისი წამალია? სადიპოვნე. რა გვისურნა შეეგდო ზემოდან, ეტყობა ახალი გადაგდებულია. ეს ჩასახვის საწინააღმდეგოებებია. ნეტავის უნდა დაელიმნა დედასა თუ შვილსა. თეორიულად ორივე შეეძლო. კი, მაგრამ დედას 12 დღის წინ ქმარი გარდაეცვალა, ხოლო შვილი კი გათხოვილი არ არის. ხო და გათხოვილი რომ არ არის, ალბათ ამიტომაც დაწვიდა. ვითომ? იქნებ ეს პრეპარატი საერთოდ არ გამოუყენებიათ დანიშნულების მიხედვით. მეცა. რას გულისხმობ? იმას, რომ ამ პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღება გულის შეტევას იწვევს. შენ იმის თქმა გინდა რომ ვიღაცამ განზრახ მიიღო გადაჭარბებული დოზა. არა, მე არაფრის თქმა არ მინდა, უბრალოდ ვარაუდობ, რომ ასე შეიძლება მომხდარიყო. ესე იგი გამოდის, რომ ქალბატონი ლალი სიმულიანტია. ელექტროგაყვანილობა მთლიანად მოშლილია. ხო, ეტყობა დიდი ხნის წინ გააუქმეს. მე ვხედავ აგარაკს, რომელსაც სარდაფი აქვს და არ ეყენებენ. გვარი მივაგენით, რასაც ვეძებდით რა? ხო. ამას კი მივაგენით, მაგრამ მაგრამ ამ კომპლექტს ერთი იარაღი აკლია. რა? რკინის მაშა. მაშინ მოვძებნოთ რკინის მაშა. არა მგონია აქ ვიპოვოთ. ახარ. ო, აქ ვართ, აქ, რა იყო? რა სიბნელია ეს რა უბედურობა კი რა გამისერმოდი. რა იყო, მოხდა რამე? მოხდა. რა? ლალი მაღლაკელიძე კლინიკიდან გაიქცა. გამეკვირდებოდა კიდეც რამე ესეთი რომ არ ექნა. ცხელკოლზე უნდა გავუყვეთ. ყველა გასასვლელი კონტროლდება რკინიგზის სადგურის და აეროპორტის. გიორგი კლინიკაში გაგზავნე, იქ ადგილზე შეესწავლის სიტუაციას. ეხლა აქ რომ არ მოწვიო, შეგიძლია?
მოიცე მოწიე. მიდი მოწიე. მოდი ახ მოდი. მოდი. ერთის გამომართვე. ოთახში რომ შემოვედი, პაციენტი ადგილზე იყო. გამიღიმა და გამომელაპარაკა. რა გითხათ? თავისი მდგომარეობა აინტერესებდა. სხვა? კითხა შემოსასვლელში თუ მორიგეობდა ვინმე. გასაგებია. სხვა ისეთი უცნაური არაფერი შეგიმჩნევიათ? არაფერი ჩვეულებრივად იწყო. შემდეგ რა მოხდა? შემდეგ მაგიდასთან მივედი ინიექციის გასაკეთებლად და ზურგით როგორც კი აღმოვჩნდი, თავში რაღაც მძიმე მომხდა და მე გავიტიში. პატრულის თანამშრომელი ამბობს, რომ ბლოკიდან არავინ გამოსულა. აქედან სხვა გასასვლელი არის რამე კიდევ? ბლოკში დამონტაჟებულია განსაკუთრებულად მძიმე ავადმყოფებისათვის სპეციალური ლიფტი. და ლიფტი აქედან სად შედის? 0 სართულზე პროზექტურაში და 1 სართულზე მიმღებში. და იქიდან ქალაქში გასასვლელი არის რამე? დიახ, მიმღებიდან ავტოსადგომზეა გასასვლელი. კი, ეგრევე შევამჩნია. ეგრევე რატო? ჯერ ერთი სულად გავარდა, ვინ შედის და ვინ გამოდის მაგის ყურებს მეტი საქმე არაფერი მაქვს და მეორეც ცოტა უცნაურად ეცვა, თვალში მომხვდა. უცნაურად? ხო, მაინც როგორ? აი თითქოს ხალათის შიგნით არაფერი არ ეცვა, სულ შიშველი იყო. მათხოვე ფანარი. რა ხდება? ბევრი საქმე აქვს. შევდექი. საინტერესოა. რა ორა წერია? ძირითადად აფხაზეთის ომის ქრონიკებია. რომელი წლის გაზეთია? 1992. ესე იგი ეს საიდუმლო ოთახი მინიმუმ 18 წელია უკვე არსებობს. სავარაუდოდ. კარგი, შენ დაამთავრე? კი, მგონი აღარაფერი აქვს საინტერესო. არა მგონია ასე იყოს. რა არის კიდე რამე? აი, დააკვირდით იატაკს. ორი სრულიად განსხვავებული ფენა. ეს ხელოსნის ასმული არ არის. აბა ვისია? დარწმუნებული ვარ, ბეტონის ქვეშ რაღაც არის დამალული. უნდა შევამოწმოთ. კიდევ ერთი სამალავი? ასე მგონია. აბა რა ხდება, როგორ მოდის საქმეები? ზურამ პროფესია შეიცვალა. რას გულისხმობ? არქეოლოგიაში გადავიდა. ქვემოთ სარდაფში გათხრებს აწარმოებს. რა გათხრებს? საიდუმლო ოთახი აღმოაჩინეთ, ახლა ბეტონი უნდა აყალიბო. კარგი დროს მოსულა.
ეს უ აქ არის? აქ არის, აქ. რა გაცინებს? მე ყوار შეიძლება. შეიძლება, როგორ არ შეიძლება. ლალიზე ხომ არ არის მე ახლა. ახალი ის არის, რომ თვალს და ხელს შუა გაგიქცა. ესე კლინიკიდან ისე გავიდა, რომ ვერავინ ვერ დაინახა? ნუ დარაჯმა დაინახა, როგორ გამოვიდა, მაგრამ იქიდან ქრება უკვე ყვარი. შენ ვერ მივაგენთ ეს. იცის მოქამა პოლისარება. არც ისე. ესე რამე გვაქვს ისე იგი? ვალისთან დაკავშირებით არა. აბა. კეთე დააკავეს აეროპორტში. ზელანდიაში აპირებდა გაპაროს დედიკოს ბილეთით. მომარ დაიღალე. არა. იმ ნივთებზე ფიქრობ სარდაფში რომ მიპოვნით. მას ფიქრობ. აი ვისია ეს ნივთები? ან საერთოდ რატომ იყო იქ დამალული? გეშინია მაგას მალე გავაკეთე. საერთოდ არ მეგონა ეს ამბავი ასე თუ ჩაიხლარდებოდა. ამიტომაც არის ჩვენი საქმე ისეთი აზარტული და საინტერესო. შენ თვითონ მიხვდები რომ საპირისპირო საქმის გახსნა. და დამიჯერე ამის გემოს რო გაიგებ, ეგარას რო შეეშვი. იმედი მაქვს. შენ რამდენი საქმე აქვს გახსნილი გიორგი? 220. 200? გონი რაღაც იპოვნეს. აი შენი მთავარი განძიც. სულ უფრო მეტად მაოცებს ეს ქალი ხო იცი? კარგი ნამუშევარია. შენ რომ არ მიგექცია ყურადღება, ვერასდროს ვიპოვიდით. ადრე თუ გვიან ყველა საიდუმლო მჟღავნდება. სასამართლო სამედიცინო ექსპერტი უნდა გამოვიძახოთ. გონი საქმე სერიულ მკვლელთან გვაქვს. კიდევ დიდხანს უნდა ითვლო ასე? ცოტა შეესვენე მაინც და მე განაგრძე. მოდი ესე რა ვქნათ. რადგან შენ ლაპარაკი არ გინდა, მე შეგითხოვს დაგისვა. შენ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნიე, კარგი? არ გინდა. აი ხო მოხდა რამე. არა პატარა სად უნდა იყო სამსახურში. ვიცი რომ გვიანია, რა ვქნა მე? დამაგვიანდება დაკითხვაზე ვარ. აიგე. აი მოწე თუ გინდა. ერთი გოგოა დაკითხვაზე ვარ მე. რასო? რასი სულ ერას ლაპარაკობ შენ? მინდა გალაპარაკო. ეს ხმას იგებდეს აღამიჭერს. ეხლა ნინო. შენ არ დაიწყო ხო ეს ძალიან ხო. არ გატყუებგები. Помогишь. Это что ты? Ega. შედი დაგითხე რა, მაგოგოს ნერვები არა მაქვს. რა ხდება? ერთი სიტყვა ვერ დავაცნენინე. ტირის და ტირის რო. თანაც ასე თუ გავაგზელე, შეიძლება სული გამშორდეს. რას ამბობ აკაკი? შენაერ კაცს სწორი როგორ უნდა გაშორდეს? საეჭვიანო იყოს მაინც რაღაც. შედი რა. კი ბატონო, მე შევა. ახლა მომისმინეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქეთა და დედამისი შეთანხმებულად მოქმედებენ. რა თქმა უნდა. ხო და დროზე თუ არა ვალაპარაკეთ,
შესაძლოა ლალე ხელიდან დაგვისხდეს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. ალაპარაკებს. ამის იმედი არა მაქვს. ფსიქოლოგია ბოლოს და ბოლოს. დანაჭკვიანი ხალია. აკაკი. ჭკვიანია მეთქი. ბატონო აკაკი. მათ ხო არ არის ასეთ პარაბელომი. ჯერ ხელთათმენი გაიკეთი და მე რა მოგწე. ასროთ. სიარაღი 1900 წელს გეორგ ლუგერმა გერმანული არმიისთვის შექმნა. ამას საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ პირველ მსოფლიო ომში. ეს რარიტეტული პისტოლეტია. რარიტეტი, რომელიც სარდაფში ეკდო. ამ საათზე გრავიურაა გადაშლილი. აშვილება. იგი ვინც ეს ნივთი გადამალა არ უნდა რომ მისი პატრონის ვინაობა ვინმე სწორნოდა. შეიძლება პატრონის არა და პატრონებისაც. რას გულისხმობ? იმას რომ ნივთები ბევრია და თან მრავალფეროვანი. იმას რომ თითოეულ ამ ნივთს თავისი პატრონი უნდა ჰყოლოდა. პრინციპში თუ საქმე სერიულ მკვლელთან გვაქვს, გამორიცხული არაფერი. რა დავიჯერე რომ თითოეული ამ ნივთის პატრონი ლალი მოკლა? მე უკვე ამ საქმეში აღარაფერი მიგვირს. ქეთა დამიჯერეს შემდგომარეობაში მყოფ ადამიანს ერთადერთი არჩევანი აქვს. პოლიციასთან თანამშრომლობა. ასე აჯობებს შენთვისაც და დედაშენისთვისაც. ამას გულწრფელად გეუბნები. გამოძიება უკვე სწორ კვალზე დგას. ხომ იცი უამრავი სამხილი გვაქვს. ადრე თუ გვიან ეს საქმე გაიხსნება. ქეთა შენ ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი წინ გაქვს. თუ რამე შეცდომა გაქვს დაშვებული აქამდე, მე ამ შეცდომის გამოსწორების შანსს გაძლევ ახლა. ამ ეტაპზე მარტო ერთი რამ გვაინტერესებს. იცი თუ არა სად არის დედაშენი? მეტყვი? არ ინერვიულობ. სწორი გადაწყვეტილება მიიღე. პოლიცია, არ გაიგეთ, თორემ გესწრი. თქვენ ხართ დაკავებული როგორც მკვლელობაში ეჭვიდანები. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება. ყველაფერი რასაც იტყვით, შესაძლოა თქვენ წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული სასამართლო. თქვენ გაქვთ ადვოკატის ყოლის უფლება. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, სახელმწიფო გამოგიყოფთ ადვოკატს. ეს ქალი დღეს არაფერს არ იტყვის. მოიცაბა რა გეგონა, რომ დაკავებისთანავე აჭიკჭიკდებოდა და ყველაფერს აღიარებდა? არა, არ მეგონა. ისეთ მდგომარეობაში ალბათ რამდენიმე საათის განმავლობაში ხმას არ ამოიღებს. რა ვქნათ? უნდა დაველოდოთ. სანამ ლაბარაკის ხასიათზე მოგვა. სხვა გზა არ აქვს.
დაველოდოთ. შენ გეძებდი. რა მოხდა? ლალიმ შენთან შეხვედრა ითხოვა. მგონი რაღაცის თქმა უნდა. სად არის? დაკითხვის ოთახში გელოდება. მინდა ყველაფერი მოგიყვეთ, იმიტომ რომ დუმილს აზრი აღარ აქვს. გასაგებია. ოღონდ გახსოვდეთ, რომ ჩვენი საუბარი იწერება. ჩემი ქმარი, პიტერ კონდორი. მე მოვკალი. რატომ? იმიტომ რომ ამ კაცმა გააკეთა ის, რასაც არც ერთ კაცს არ ვაპატიებდი. შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით მომიყვეთ. მოკლედ, ჩამოსვლისთანავე შევამჩნიე, რომ პიტერს ქეთა ძალიან მოეწონა. თავიდან ვიფიქრე, შვილი არასოდეს არ ყოლია და მამაშვილურმა გრძნობამ გაიღვიძა მეთქი, მიხარო და კიდეც. მაგრამ მე ნელ-ნელა მივხვდი, რომ პიტერს ქეთა როგორც ქალი ისე მოწონდა. ჯერა. განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა, საჩუქრებს აყრიდა, დაძდევდა და ფოტოებს უღებდა. მოკლედ ამ კაცის აქციელი ნელ-ნელა აუტანელი ხდებოდა. როგორი საყურებელია, როცა შენი საკუთარი ქმარი შენს შვილს ელაქუცება და აბავს. ეს ბავშვიც დაიძაბა და ბოლოს საერთოდ ერიდებოდა პიტერთან შეხვედრას. ქმართან დალაპარაკება არ გეცდიათ? ვაპირებდი. სულ ვაპირებდი. მაგრამ სკანდალს ვერიდებოდი. ქეთასაც ვფრთხილდებოდი. ამიტომ ბევრ რამეზე ვხუჭავდი თვალს, მაგრამ იმ საღამოს. რა მოხდა იმ საღამოს? იმ საღამოს აუგუსტში ვიყავით აგარაკზე მე და პიტერი. ჩვენიერი დრო გავატარეთ. გადამავიწყდა კიდეც ყველაფერი. ვიფიქრე რომ ჩაიარა ამ ამბავმა. მაგრამ ერთი კი იყო საეჭვო. ბევრს ვავდა. დალევა უყვარდა? არა. მიუხედავად იმისა, რომ მეღვინე იყო, დალევა არ უყვარდა. 2-3 ჭიქასი. ვერ მივხვდი, რატო გადაერია იმ დღეს ამ ღვინოზე. მე მივხვდი. დალევა სითამამის მოსაკრებად უნდოდა. კარგად რომ გამოთვრა მითხრა კიდეც. ქეთას წაყვანა უნდოდა ახალ ზელანდიაში. თქვენ გესმით? ჩემი შვილი უნდოდა ახალ ზელანდიაში წაეყვანა. აი კი თავი ვეღარ შევიკავე და ყველაფერი უთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე. მერე? რა რეაქცია ქონდა? თავის მართლება არც უცდია. აღიარა. რომ როგორც კი ქეთა დაინახა, იმ წუთშივე პატარა ბიჭი ჭკუა დაკარგა და ჩემი შვილი შეუყვარდა. აი კი თვალები დამიბნელდა. და მე მოხდა ის რაც მოხდა. გასაგებია. ისე არაპროფესიონალისთვის ძალიან კარგად შეძალეთ ჩვენთვის კვალის არევა. პროფესიონალი რომ ყოფილიყავი, ეხლა აქ ხომ არ ვიჯდებოდი. ნებისმიერი პროფესიონალი მკვლელი ერთხელ მაინც უშვებს შეცდომას. სულ ეს არის, რაც ჩემთვის გინდოდათ გეთქვათ. კარგით, მაშინ პატარა შესვენება არ გვაწყენს. ეს ქალი უკვე ნერვებს მიშლის. თავისი ქმრის გარდა სხვა მკვლელობებს არ აღიარებს. ისიც თურმე შემთხვევით მოკლა აფექტში. კარგი ხო, რა იყო, რა მოგივიდა? რა არის სანერვეულო? მკვლელი რომაა ეს ფაქტია. თან დაკავებული ყავს.
თვითონ თუ არ აღიარა, მტკიცებულებასაც წაუა. ხო, მესმის, მაგრამ ხო იცი საქმე სანამ ბოლომდე არ არის მიყვანილი ვერ ვისვენებ. წავკისის აგარაკზე ინფორმაცია მაქვს. თქვი რა ხდება? ესე იგი, წავკისის აგარაკის პირველი მეპატრონე ვინმე ძალამიძე იყო. შემდეგ 90-იან წლებში აგარაკი თავის სახელზე ვინმე კოპაძემ გადაიფორმა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ასეთები განუკითხაობის დროს ხშირად ხდებოდა. მერე შემდეგ ეს კოპაძე ომში დაიკარგა და სახლი მის ქვრივს ვინმე ნონა მიქაშავიძეს დარჩა. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში სახლზე აღარანაირი ინფორმაცია აღარ არსებობს და აი 2013 წლის აგვისტოში ლალი მაღლაკელიძე მაგარაკი ნონა მიქაშავიძესგან სიმბოლურ ფასად შეიძინა. მიქაშავიძეს ნონა ქვია, ხო? ნონა. სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ. უკვე ნაპოვნია. ნაპოვნი? ესე როგორ? იპოვეთ 5 განსხვავება. ორივე ფოტოზე ლალია. ესე იგი გამოდის, რომ ის სახლის საკუთარ თავს თვითონ ემეყიდა. ამ ქალის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. მე მგონი დროა დაკითხვა გავაგრძელო. ეს ყველაფერი არ არის რის თქმას მინდოდა. ესე კიდევ გაქვს რამე? 1 2 3 4 ესენი ვინ არიან? ეს ყველა 10 გარდაცვლილი მამაკაცი სხვადასხვა პერიოდში ლალის ქმარი იყო. ჩემი შვილის ნახვა მინდა. ძალიან თხოთ მაჩვენეთ რა. ჯერჯერობით ვერ შეგახვედრებთ. სულ 2 წუთით მეტი არ მინდა. გამორიცხულია ლალი. დამიჯერეთ თქვენი შვილი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს. ქეთა არაფერ შუაში არ არის მეც ამის იმედი მაქვს. თუმცა ამას გამოძიება დაადგენს. კარგით, მანამდე სულ სხვა თემაზე მინდა დაგელაპარაკოთ. გისმენთ? ხვიჩა ნოზაძე, უცოლშვილო, გაუჩინარდა 2001 წელს. ვიქტორ გერასიმოვი, უცოლშვილო, დაიხრჩა მტკვარში 97 წელს. პაվել სმერტინი, უცოლშვილო, გაუჩინარდა 95 წელს. და ბოლოს კოპაძე თემური, აფხაზეთის ომში დაკარგულად ითვლება 92 წლიდან. თუმცა ეს კოპაძე შეიძლება ნაპოვნად ჩავთვალოთ. თქვენი აგარაკის სარდაფში აღმოჩენილი ჩონჩხი სავარაუდოდ მას ეკუთვნის. და კიდევ ერთი რამ მაინტერესებს. აი ამ ადამიანს თუ იცნობთ. საიდან დავიწყო? თავიდან. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ქეთასთან ერთად თბილისში ჩამოვედი. ლალი, შეიძლება გკითხოთ, ქეთას მამა ვინ არის? ქეთას მამა ჩემი ქმარი არასოდეს არ ყოფილა. როგორც კი ჩემი ორსულობის ამბავი გაიგო, მაშინ და სადღაც გაქრა. მე ასეთ მდგომარეობაში სოფელში ვერ გავჩერდებოდი და აქ ჩამოვედი. ძალიან გამიჭირდა. არც სახლი მქონდა, არც სამსახური. ხან სად ვქირავდი ბინას და ხან სად. ერთადერთი ვინც ხელი მომიმართა ეს ჩემი პირველი ქმარი იყო. თემურ კოპაძე. თავიდან თითქოს ყველაფერი ნორმალურად აეწყო. ბედნიერიც ვიყავი. ქმარი მყავდა, თავზე ჭერი მქონდა. მაგრამ მე ნელ-ნელა უკეთ ვიცნობდი ამ ჩემს ქმარს. ბოლო-ბოლო აღმოჩნდა, რომ ერთი ბანდიტის, ყაჩაღის და ნაძირალას ცოლი ვარ. მე ვიღაცას ეს წავკის საგარაკი წაართვა და იქ გადავედი საცხოვრებლად. როგორ წაართვა? დააშინა.
ძმაკაცებთან ერთად მიუვარდა და მეორე დღეს იმ კაცმა ჩუქების ხელშეკრულება გაუფორმა. მაშინ იარაღიან კაც ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. გასაგებია. გაგრძელე. მე ეს ჩემი ქმარი ომში წავიდა. და იქიდან კიდევ უფრო აუტანელი ჩამოვიდა. ექიმებმა ძვლის კიბო დაუდგინეს და ნარკოტიკებს მიეძალა. ვეღარც ფულს შოულობდა, ვეღარც წამალს. და მთლიანად ჩემი სარჩენი გახდა. ყოველდღე მცემდა. წამოსვლა არ გიცდია? რა წამოსვლა? წამოსვლა კიდევ უფრო საშიში იყო, გვიპოვიდა და მოკლავდა ორივეს. კაი, მე ჩემს თავს არ დავეძებდი. მაგრამ ერთხელ, როდესაც პატარა ქეთას გამოეკიდა, თავი ვეღარ შევიკავენა. ეს შემთხვევით მოხდა? ქეთას გეფიცე. შემთხვევით. მაშინ მკვლელობაზე მართლა არ მიფიქრია. მარტო ჩემი შვილის დაცვას ვცდილობდი. და მაშინ პირობა დავდე, რომ ქეთას არასოდეს არაფერი არ მოაკლდებოდა. მერე რა მოხდა? მე ამ თემურისგან დატოვებული ქონება გავყიდე. ნუ რაღაც პერიოდი პურის ფულად გვეყო. მერე ისევ გამიჭირდა. რაც შეეხება დანარჩენ ქმრებს? იმათთან ყველაფერი გაცილებით მარტივად მოხდა. რა სიტყვა იპოვიან რამეს? თუნდაც ხომ არ წამოგვიყვანა აფსიშური. იპოვია. დამთავრდა ლალის ზღაპრები. ვიპოვე. ქეთას შემოხვედრე. მოკლედ ამ საქმეში როგორც იტყვიან თეთრი ლაქები აღარ გვაქვს. ყველაფერი ზუსტად ვიცით. ასე არ არის, კაბატონო ეკა. ასეა. ესე იგი შეგვიძლია შევაჯამოთ შედეგები, არა? რა თქმა უნდა. აბა გისმენთ. ლალი მაღლაკელიძემ იგივე ნონა მიქაშავიძემ პირველი მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. შემდეგ მოკლული ქმარი თავისივე სახლის სარდაფში საკუთარი ხელით დაასაფლავა. მე ვიტყოდი დააბეტონა. შემდეგ უკვე მკვლელობა პროფესიად ექცა, რაც საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. ყოველობდა მარტო ხელა შეძლებულ მამაკაცებს და ცოლად მიყვებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი კლავდა. მერე ქონებას ყიდდა, ან საკუთარი სურვილი სამეფო განკარგავდა. მეორე ქმარი მატარებლიდან გადააგდო. ხო, მაშინ გამცილებლად მუშაობდა და თბილისიდან ბაქოში მიმავალი მატარებლიდან გადმოაგდო. ცხედარი, რა თქმა უნდა, ვერ იპოვეს და დაკარგულად მიიჩნიეს. მესამე ქმარი როგორ მოკლა? მესამე ხიდიდან გადააგდო. რამდენიმე დღის შემდეგ მტკვრიდან დამხრჩველი ამოიყვანეს. უბედური შემთხვევის დასკვნით საქმე მალევე დახურეს. მეოთხე ქმარი უკვე დანით გამოასალმა სიცოცხლეს და სოფელ გლდანულასთან დაასაფლავა. ისიც დაკარგულად მიიჩნიეს. ესე იგი, ამდენი წელი სერიული მკვლელი ქალაქში დადიოდა და არავინ არაფერი არ იცოდა. ხო და ვერც ვერავინ გაიგებდა ახალ ზელანდიაში პიტერ კონდორი რომ არ გაეცნო და ცოლად არ გაყოლოდა მას. ქეთას საქმე როგორ იქნება? დედის დანაშაულში გარეულია თუ არა? პირველ მკვლელობას რომ შეესწროს, ნამდვილად ვიცით. ბოლო მკვლელობის დროს კვალის დაფარვაში რომ ეხმარებოდა, ესეც ფაქტია. აი, დანარჩენი მკვლელობების შესახებ ქეთამ სავარაუდოდ არაფერი იცოდა. და ახლა როგორ იქნება მისი საქმე? ამას სასამართლო გადაწყვეტს.
წამო სახში გაგიყო. რატომ მე რა მანქანა არ მყავს? მე როგორც პატრულის თანამშრომელი გიგრძალავ დაღლილ მდგომარეობაში მანქანის მართვას. არა, ჩემი მანქანით წავა. არა. კი. არა მეთქი. უკვე ნერვებს მიშლიცი? რა იყო, ქმრის მოყვა ხომ არ მოგინდა, ჰა?